სასიხარულო და საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ, რომელიღაც ტვინიგოსის რჩევის გათვალისწინებით 17 ქვეყანას გაუხსნა ქვეყნის საზღვრები. არ ვიცი, ვინდა რომელ ჭკვიანს მოუვიდა ეს აზრად, მაგრამ სავარაუდოდ ალბათ დიდხანს ითათბირეს და ბოლოს იმაზრამდე მივიდნენ, რომ ტურიზმის უფრო განვითარებას ხელს შეუწყობდა მთელი აფრიკა, ალ-ქაიდა, თალიბანი. ამ ქვეყნების ჩამონათვალი კი ესე გამოიყურება. პირველი გახლავთ ავღანეთი. გამიკვირდა ISIS-ი რომან მოხვდა ჩამონათვალში. ბანგლადეში, განის რესპუბლიკა, ეთიოპია, იემენი, პაკისტანი. სომალი, ანუ სომალელი ტურისტები გამორჩეულად მხარჯველები არიან. კაპიკი არენანებად განსაკუთრებით მათ მეკობრეებს. ასევე სუდანი და ჩამონათვალში თითქმის მთელი აფრიკის ჯუნგლებია ძვირფასო მეგობრებო. იმედია ეს ფოტო რეალობად არ იქცევა. მაინც გაუგებარია იმ ქვეყნებისთვის საზღვრების გახსნა, როდესაც გვახსოვს ეხლახან პაკისტანელებმა როგორ შევილწეს მცხეთაში ჯვრის მონასტერი. დაგვავიწყდა თუ როგორი პრობლემების წინაშე დავდექით, როდესაც ირანიდან მასიური შემოდინებები დაიწყო. ფაქტი კი აღმაშენებლის გამზირი გახლავთ. ცოტა არ იყოს დაფიქრება გვმართებს.